მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მსმენელს. ეთერში ბოლნის სისხმა არის. შეგახსენებთ, რომ ბოლნის სისხმა პროექტ მისი ხმის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მხარდამჭერია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და DVV International. იმ თემაში არჩევნების მნიშვნელობაზე ვისაუბრებთ. რამდენად მნიშვნელოვანია წლევანდელი არჩევნები, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევნებში ახალგაზრდებმაც მიიღონ მონაწილეობა. სტუმრად გვეყოლება ორი ახალგაზრდა გოგონა, რომლებმაც დემოკრატიული არჩევნების პროექტის ფარგლებში მიიღეს მონაწილეობა, მოამზადეს ვიდეო რგოლი არჩევნებთან დაკავშირებით და ასევე შემოგთავაზებთ გილზვეივის მიერ მომზადებულ ვიდეოს ქალთა ჩართულობის შესახებ არჩევნებთან დაკავშირებით. ნინი, რატომ უნდა მიიღონ წელს არჩევნებში მონაწილეობა ახალგაზრდებმა? 2024 წლის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ახალგაზრდები ქვეყნის მომავლის შექმნის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. მათი აქტიურობა დემოკრატიის გაძლიერებისთვის აუცილებელია რამდენიმე მიზეზის გამო. ესენია: მომავლის ფორმირება, ახალი იდეები და ცვლილებები, პასუხისმგებლობის განვითარება, მომავლის პოლიტიკოსები და თაობათა ბალანსი. ძალიან კარგი. თამარ, ეხლა შენთან გადმოვალ კითხვით, რა უნდა გააკეთოს და რა არის საჭირო იმისთვის, რომ ამ უმრჩეველმა არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა? ამომრჩეველმა აუცილებლად უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი, რომელსაც წარადგენს რეგისტრატორთან, უნდა გაიაროს მარკირება, შემდეგ კი საარჩევნო ბიულეტენით შევა კაბინაში, სადაც გააფერადებს და არ ხაზავს საკუთარ არჩევანს. ბიულეტენს მოვათავსებთ აპარატში და ველოდებით ხმის დადასტურებას. კიდევ რისგან უნდა იყოს ამ უმრჩეველი დაზღვეული და რა უნდა გაითვალისწინოს მან? არჩევნების პერიოდში მნიშვნელოვანია არ გავხდეთ დეზინფორმაციის მსხვერპლი. დეზინფორმაცია არის განზრახ გავრცელებული, ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია. დეზინფორმაციის გავრცელება განსაკუთრებით აქტუალურია არჩევნების კონფლიქტების და სოციალური დაძაბულობის დროს და მისი გავლენა საკმაოდ საშიშია, რადგან შეუძლია დააზიანოს დემოკრატიული პროცესები და საზოგადოებაში ნდობა. არჩევნებზე არ მისვლით ვტოვებთ გადაწყვეტილებას ხვის ხელში და ვკარგავთ უფლებას, მოვითხოვოთ პასუხისმგებლობა მმართველებისგან. ამიტომ არჩევნებზე წასვლა არამხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულებაცაა თითოეული მოქალაქისთვის, ვინც ზრუნავს ქვეყნის განვითარებაზე და მის დემოკრატიულ მომავალზე. ძალიან დიდი მადლობა გოგონებო იმისთვის, რომ ასეთი ამომწურავი პასუხები გაგვეცით არჩევნების შესახებ და ესეთი საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდეთ. ნამდვილად წლევანდელი არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი არის და ქვეყნის ყველა მოქალაქის ვალდებულება არის, რომ წელს არჩევნებზე მივიდეს და თავისი ხმა დააფიქსიროს. მადლობა თქვენ ძალიან დიდი, მე კი დღეისთვის გემშვიდობებით, შევხვდებით შემდეგ კვირაში. ჩვენ, ქალები ყოველთვის გზაჯვარედინზე ვდგავართ. გზაჯვარედინზე, სადაც უნდა ავირჩიოთ, ვიბრძვით თუ არა. ჩვენ ყოველთვის ბრძოლას ვირჩევდით. ჩვენ ვირჩევდით ბრძოლას განათლებისთვის, ხმის უფლებისთვის, შრომისთვის, შრომის დაფასებისთვის, ღირსეული ცხოვრებისთვის. ვირჩევდით ბრძოლას საჯარო სივრცეებისთვის, თვითგამოხატვისთვის. გვეწერა, გვეხატა, გვემღერა სცენაზე ვმდგარიყავით. მოგვეყოლა იმაზე, რაზეც საუბარი გვსურდა. გაგვეზიარებინა ჩვენი ზრუნვა, სიხარული, აღმაფრენა, დარდი, ტკივილი, ბრაზი და მწუხარება. ვირჩევდით ბრძოლას საკუთარი გრძნობებისათვის. გვყარებოდა ის, ვინც გვიყვარდა. ვირჩევდით ბრძოლას სხეულისათვის. ყოფილიყო ჩვენი საკუთრება. ვირჩევდით ბრძოლას იმისათვისაც, რომ ყოფილიყავით ის, ვინც ვართ. ყოფილიყავით ჩვენი თავები. ჩვენი ბრძოლა იყო პროტესტი, წინააღმდეგობა, ხმის ამაღლება. ყველა უსამართლობის წინააღმდეგ, ყველა ჩაგრულის სასარგებლოდ. ჩვენ ახლაც ბრძოლას ვირჩევთ, რწმენით, საკუთარი თავის, ერთმანეთის, მომავლის. ქალები ვირჩევთ. ქალები ვირჩევთ ბრძოლას საკუთარი თავისთვის, საყვარელი ადამიანებისთვის, მომავლისათვის. ქალები ვირჩევთ თავისუფლებას. ქალები ვირჩევთ თანასწორობას. ქალები ვირჩევთ საქართველოს.